ძალიან მნიშვნელოვანი რამ რაც ბიჭებთან ერთად კი წავიკითხეთ, მაგრამ და გზადაგზა გავჩერდეთ ხოლმე და ცოტა უფრო მეტად მივაპყროთ ჩვენი ყურადღება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. ეს არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის სიტყვა, რომელიც თავდაპირველად წაკითხული იქნა 17 მაისს ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღეს და ეწოდება ბედნიერი ოჯახი. ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გზამკვლევით არის და პროგრამასავით არის, როგორი უნდა იყოს ბედნიერი ოჯახი და რას უნდა ცდილობდნენ ოჯახის წევრები იმისათვის, რომ ბედნიერი ოჯახი ჰქონდეთ. როგორც წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ამბობს, ბედნიერება თვალახვეული არ დადისო და ვიღაცა შეხვდება და ვიღაცას არ შეხვდება შემთხვევით ეგრე არ არის. ამიტომ ამას სჭირდება გონივრული და ესეთი ღვთის სიტყვის მიხედვით გადადგმული ნაბიჯები და სწორედ ამაზე არის ეს დღევანდელი საკითხავი და მოდი ერთად წავიკითხოთ. ქრისტიანული ოჯახი სიყვარულით უნდა შეიქმნას. ეს უსიყვარულოდ ეს კავშირი არ იარსებებს, ან დამახინჯებულ სახეს მიიღებს და შეიძლება საერთოდაც დაიშალოს. სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. ნახეთ, ორი მთავარი რამ არის ნათქვამი, რომ ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და გარემო მცირე ეკლესიად უნდა აქციონ. წმინდა იოანე ოქროპირი ამას ამბობს, რომ ოჯახი არის მცირე ეკლესია, ანუ ის კრებული. და ახლა აქ არის ნათქვამი, რომ იშლება ოჯახები თუ ეს არ მოხდა. და სიყვარული არ გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდები მხოლოდ ხორციელი სწრაფით, ხორციელი ტოლით რაღაცა ოჯახებს ქმნიან და ფიქრობენ, რომ თვითონ გაბედნიერდებიან. თვითონ ეგოისტურად თუ უდგება ადამიანი და მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს და არა იმაზე, რომ ის გააბედნიეროს, მაგ შემთხვევაში ვერ სწავლობს ღვთის ცხოვრებას, ერთმანეთისთვის ცხოვრებას კი არ სწავლობს, არამედ მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს. ასეთ შემთხვევაში ოჯახი არ არის ხოლმე მტკიცე. ოჯახში იერარქია, ანუ უფროს-უმცროსობა უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი. როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. მზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ანუ ოჯახის მოთავეობა არ ნიშნავს ამის დამახინჯებულ გაგებას, რომ თითქოს კაცი არის ოჯახის დირექტორი და მხოლოდ მან უნდა ბრძანებები გასცეს. მოთავეობა ნიშნავს, რომ მაგალითის მიმცემი იყოს ყველაფერში, ყველა სასიკეთო საქმეში, მაგალითის მიმცემი იყოს მოთმინებაში, შრომაში, მიტევებაში, სიყვარულში მაგალითი იყოს. ჯერ თვითონ აკეთოს, საქმით უჩვენოს მეუღლესაც და შვილებსაც და ამითი ასწავლოს და იზრუნოს მათზე და ნახეთ კიდე რა იყო ბოლოში, და მეოხი იყოს ღვთის წინაშე. ანუ მლოცველი იყოს თავისი მეუღლისთვის და შვილებისთვის და უფალს შეავედროს თავისი. ეს არის ოჯახის თავი, ესეთი უნდა იყოს ოჯახის თავი. ლოცვა, რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან, მაგრამ წესით ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივე შვილები. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას კიდევ, რომ ოჯახი ერთად ლოცულობდეს. როგორც პატრიარქი რომ ამბობდა ხოლმე, რომ ოჯახში ერთად ლოცულობდითო და მამა კითხულობდა ლოცვებს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია ყველა მზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები. 51 და 91 ფსალმუნები, იესოს ლოცვა, მოწყალებისა კარი გამღიღე და სხვა. მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის. თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას. ამის მიღწევა კი მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთი მეორისადმი ინტერესით დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული. და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გამოჩნდება. სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი, ანუ თუ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ხორციელზეა დაფუძნებული, ის მალე ამოწურავს უკვე. მალე ამოიწურება ამისი ხიბლიც, ამისი მნიშვნელობაც და თუ სულიერი ერთობა არ არის, მერე სამწუხაროდ ხდება, რომ ადამიანები გაძლებაზე არიან, რომ ერთმანეთს გაუძლონ. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი სულიერად წარემატება, ის ყოველთვის ახალია. ყოველთვის ახალია და ყოველთვის ესე იგი არ გავს ხორციელ მაგალითად ხორციელად შეიძლება ადამიანს შეეჩვიო და თუ დაუშვათ ერთ დღეს მისი სილამაზე არ გაფრთოვანებდა, ხვალდაზეկ შეიძლება იმან უკანა პლანზე გადაიწვიოს და შენ უკვე მის შინაგან მდგომარეობას უფრო მეტ ყურადღებას აქცევ, ვიდრე გარეგნულს და ის გარეგნული როგორი ლამაზიც არ უნდა იყოს, აღარ განიჭებს იმ სიხარულს, რასაც გაცნობის დღეს განიჭებდა, არამედ შენ გაქვს ურთიერთობა მის სულთან. აი, ამას აქვს მნიშვნელობა, რომ ადამიანებმა ერთმანეთის სული შეიყვარონ და არა მარტო გარეგნულად და ხორციელად. მივმართო ქმარსაც და ცოლსაც, თქვენ ნუ მოითხოვთ მეუღლისგან პატივს. პირველმა თქვენ მიაგეთ პატივი. ორივემ ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება და ეს სხვა პირველ რიგში უნდა იყოს თქვენი მეორე ნახევარი. ოღონდ ჩვენ კი არ ვთხოვთ, რომ შენი სწავლა, ჩემი პატივისცემა, შენი სწავლა, ჩემთვის ცხოვრება. ამას კი არა, ჩვენ საკუთარ თავს ვთხოვთ. მიუხედავად იმისა, ის ამას აკეთებს თუ არა. ასეთ შემთხვევაში იბადება ბედნიერება. ბედნიერი ოჯახი არის ისეთი ერთობა, ისეთი სიყვარული, როცა სამაგიეროს არ ითხოვს სხვისგან და ამასთან უშურველად გასცემს შენს სიკეთედ. ეს ნიშნავს საკუთარი თავის შენს მეორე ნახევარში აღმოჩენას და მისთვის უანგარო მსახურებას. რა თქმა უნდა, ყურადღება გასამახვილებელია იმაზეც, რომ ეს დამოკიდებულება ცალმხრივად არ იქცეს, არამედ ბოლომდე დარჩეს მე და შენ ურთიერთობად, ანუ ჩვენ ურთიერთობად და ქორწინების დღის მეფობა და დედოფლობა გარკვეული სახით მთელი ცხოვრება შენარჩუნდეს. იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას, თქვენში მუდამ-მუდამ იყოს რაღაც მიუწდომელი. ამასთან მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს, ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ. ძველ დროს საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი კავშირი იყო დიდი სიხარული. თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედია დასაცავი. ოჯახშიც და ოჯახისგან დამოუკიდებლადაც ცოლსაც და ქმარსაც შეიძლება ბევრი უსიამოვნება შეხვდეს. ყოველთვის ეცადეთ რთულ სიტუაციებში გაუგოთ ერთმანეთს. იყავი მეუღლის თანამგრძნობი, მაგრამ თუ იგი ცრუობს ან არასწორად იქცევა, ისე წარმართე საუბარი, რომ სიმართლეც უთხრა და თან მისი ღირსება არ შელახო. არასოდეს დაამცირო იგი შვილების ან სხვათა წინაშე. აი, რამდენჯერ მოხდარა ხოლმე, რომ იმისათვის, რომ ერთმა თავი გაიმართლოს, ცდილობს, რომ
შვილების წინაშე თვითონ წარმოაჩინოს თავი როგორც მართალი და ბევრ ცუდს ამბობს მეუღლეზე. და ამით ესე იგი მამა რეპუტაციას ულახავს დედას შვილების წინაშე, დედა კი მამას შვილების წინაშე. თუ საბოლოო ჯამში რა გამოდის? ეს ბავშვი ინგრევა. დედა მამაზე ამბობს ცუდს, მამა დედაზე ამბობს ცუდს. ეს პირიქით უნდა იყოს. ერთმანეთის შესახებ მხოლოდ კარგი უნდა უთხრა. არასოდეს დაამცირო იგი შვილების ან სხვათა წინაშე. რომ თქვენს ერთმანეთთან მიმართებაშიც არ დაგერღვეთ ზღვარი და შვილებსაც თქვენდამი პატივისცემა არ დააკარგვინოთ. გაითავისეთ და შვილებსაც ასწავლეთ, რომ თუ რაიმე შეგეშალათ, ან მათ შეეშალათ, ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება დიდი ღირსებაა. ეს ძლიერი პიროვნების თვისებაა. არ შეუშინდეთ პრობლემებს. პირიქით, იგი თქვენი დაახლოებისა და სულიერ კიბეზე ამაღლების საშუალებად აქციეთ და ღმერთიც აუცილებლად შეგეწევათ. არ იჩხუბოთ, მით უმეტეს ბავშვების თანდასწრებით. ეს მათზე მეტად მტკივნეულად მოქმედებს. თუ უსიამოვნება მაინც მოგივათ, ეცადეთ დაძინებამდე შერიგდეთ. წმინდა მამები გვარიგებენ, რომ მზე ისე არ უნდა ჩავიდეს, რომ შენს მიერ განაწყენებულ ახლობელთან ურთიერთობა არ აღადგინო, მით უმეტეს მეუღლესთან. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ეკცევით თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ, პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყო შენ და დღეგრძელიყო ქვეყანასა ზედა. ეს არის პირველი და აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა. სხვათაშორის ქორწინების საიდუმლოში, ანუ იგივე რასაც ჩვენ ჯვრის წერას უწოდებთ, იქ წერია, რომ ლოცვითა მშობელთათა დამტკიცდების საფუძველი სახლთა. ან მისი ლოცვით გამტკიცდება შენი ოჯახის საძირკველი. და ახლა თუ ადამიანს გიყვარს ვაჟს, გოგონა თუ გოგონას ვაჟი, როგორ შეიძლება რომ მისი მშობლების მიმართ უპატივცემულობას იჩენდე? მაშინ სადღაა სიყვარული? და პირიქით კიდევ, თუ ადამიანს შენი შვილი გიყვარს, მაშინ ვინც შენმა შვილმა აირჩია მთელი ცხოვრების მეგზურად და არა მხოლოდ მეგზურად, მეგზური კიდე ვერ გამოსხატავს იმ მნიშვნელობას. მეგზურად კი არა, მეორე ნახევრად. ის ერთი მთლიანობაა, ქორწინების საიდუმლო ამას ამბობს, რომ ის ორი კი აღარ არის, არამედ ერთი სხეული. და როგორ შეიძლება შვილი გიყვარდეს და რაღაცა მის მიმართ არ გამოიჩინო სულ ცოტა პატივისცემა. შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა პირველ რიგში მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ. მაგრამ თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს. აქ თუ დააკვირდით, ნათქვამია, რომ ვალდებულია ორივე, რომ მას თავისი დრო დაუთმოს. დროის დათმობაში არ იგულისხმება, რომ დავუშვათ მამა რაღაცას ჩაქუჩით აჭედებდეს და თან შვილს უსმენდეს, დედა ჭურჭელს რეცხავდეს, აღსალაგებდეს და თან უსმენდეს. ამ ყველაფრისგან უნდა მოიცალო და დაждე და მოусმენ. აი მაგალითად ადრე ის ფანჯარაც გამოაღერა ცოტა ჰაერმა იმოძრაოს. ადრე ასეთი რაღაც იყო, როგორც ჩანს რეალური ამბავია, მე რამდენადაც ვიცი ყოველ შემთხვევაში. ერთმა მასწავლებელმა თავის მოწაფეებს საახალწლოდ ახალი წელი მოდიოდა და უთხრა, რომ დამიწერეთო სურვილები, აბა ახალ წელს ვის რა სურვილი გაქვთ, რა საახალწლოდ რაღაც. და დაუწერეს ამათ სურვილები და წაიღო მასწავლებელმა სახლში, დაჯდა და კითხულობს. და ერთ-ერთი წერილის კითხვის დროს რაღაც ცრემლები წამოუვიდა ამ
მასწავლებლებს და ქმარი შემოვიდა და უთხრა რა რატო ტირი ხარ რას კითხულობ გაგეცო და უთხრა რომ ასე იყო და წერილები დავაწერინა სურვილები და კითხულობენ ერთ-ერთი ბავშვის ნაწერს სადაც არის ნათქვამი რომ მე მინდაო რომ ამ საახალწლოთო სასწაული მოხდესო და ერთი დღითო ტელევიზორად გადავიქცეო აი ბავშვები არიან პატარები და თან წერია რატომაც უნდოდა ეს იმიტომ მინდაო რომ მამა რო დაღლილი მოვა სახლშიო ჩემთან პოვოსო ნუგეშიო ჩემთან ურთიერთობითო ხო დაждდება კაცი ტელევიზორს უყურებს დედა რო საქმეებისგან მოიცლისო იმანაც მე შემოვხედავსო რაღაცა ესეო და ეს კაცი გაბრაზდა ნუ თუ არისო ესეთი ოჯახები არსებობენ რომ ბავშვს ნახე რომ რისი ნაკლებობა აქვს საერთოდ რაღაცზე ფიქრობენო ესე მშობლებიო და ამ ხალმა უთხრა ესო ჩვენმა შვილმა დაწერა მისი შვილიც მის სადამრიგებლო კლასში იყო როგორც ჩანს და ანუ აქ კიდე ნახეთ რა ჩანს ხო ბრაზობდა ეს კაცი თუ ესეთი მშობლები არიან ანუ ჩვენ შეიძლება ვიყოთ ესეთი და ვერც ვამჩნევდით აქ საუბარი ამაზე შეიძლება ჩვენ ვიყოთ ისინი რომ უყურადღებოთ ვტოვებთ და არც კი ვიცოდეთ ეს ამაზე აქ ლაპარაკი და ჩვენ გვეგონოს რომ აი კი როგორ არა უსმენთ ყურადღებაზე მაგრამ სინამდვილეში ყურადღება ის არის რომ გაანებო ყველაფერს თავი და შეტრიალდა მისკენ და მოусმინო უთხრა რაღაცაზე ისაუბროთ ეგარი ყურადღება და დღეს განსაკუთრებით დეფიციტი აქვს ბავშვებს ესეთი ყურადღების აი მშობელი ერთ-ერთი ყველაზე დიდად ალბათ რაშიც შეცდომას უშვებს აი ეგ არის რომ ყურადღებას არ უთმობს თავის შვილს მე ამ ყურადღების არ დათმობას მოყვება ის რომ შვილი თავის გასაჭირს ვერ ეუბნება და რადგან გასაჭირს ვერ ეუბნება მშობლისგანაც ვერ იღებს რჩევას აი შვილი ვერ გეტყვის ესე შენ რომ თან აქეთ იქით დაქრიხარ სარეცხი უნდა დაფინოთო საჭმელი გააკეთო და თან ერთი ყურით უსმენ იქნება რა აწუხებს და ესე ხო არ დაგიწევს დევნას და აი უცბად გითხრას იმას ხო რაღაცა სჭირდება სიმყუდროვე რაღაცა პირობის შექმნა სჭირდება რაღაცა გითხრას და რადგან ვერ გეუბნება რჩება შენი გამოცდილების გარეშე და ამიტომ მე თვითონ ფიქრობს იქიდან გამოსავალს მშობლისგან ბავშვის სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას პირიქით ეს არასწორი ქმედება თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს რატომ არის ესა თუ ის ქმედება მიუღებელი ნახეთ რა წერია უნდა აუხსნათ ის კი არა რომ ეს არ გააკეთო და გეუბნები რომ ეს არ ეგრე კი არა აუხსნა რატო არ ვარ ან რატო არის კარგი და აუხსნათ ამით უმეტეს დღევანდელ ბავშვებს მარტო ის რომ არ გააკეთო უკვე აღარ აკმაყოფილებს უნდა აუხსნა რატომ არის ეს კარგი რატომ არის ცუდი რატომ არ უნდა გააკეთოს თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოიხატოს იმაშიც რომ ბავშვები ცხოვრებისათვის მოამზადოთ ამიტომაც ნუ მოგერიდებათ მათი დასაქმება შეასწავლეთ საქმე რითაც თქვენ შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ შეძლების დაგვარად ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე რაც მათ სულიერ ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს ასწავლეთ საქართველოს ისტორია ქართული სიმღერა გალობა ცეკვა ატარეთ სპორტზე აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს რომ აღმოაჩინო მათში ეს ნიჭი და მიდრეკილება ის კი არა რომ რაღაცა არ გამოსდის ყველაფერი არ გამოსდის მაგრამ შეიძლება ერთი რამე არ გამოსდის და სხვა რაღაცაში ის წინვალე იყოს სულ ეუბნები ხოლმე რომ აი ძალიან კარგი წიგნია თევზი ხეზე ასე ქვია ლინდა მალალი ჰანთი ასეთი ავტორი ძალიან ძვირფასი წიგნია აი იმის გასაგებად რომ თუ რაღაცა ერთი არ გამოსდის ადამიანს არ ნიშნავს რომ ის არ ვარ ახლა თევზი ხეზე რატოა თევზი ხეზე ხო ვერ არის მაგრამ თევზის ნაკლი სულაც არ არის რომ ხეზე ვერავა
ახლა მაიმუნი ადის ხეზე, მაგრამ მაიმუნი იმდენ ხანს გაძლევს წყალში, ამდენ ხანს თევზი გაძლევს, ვერ გაძლევს. შენ ყველას თავისი რაღაცა უნარი აქვს. ეგ უნდა აღმოაჩინო და იმის განვითარებას შეუწყო ხელი. ჩაუნერგეთ, რომ ისინი არიან ნიჭიერნი. აი, სახარების იგავს თუ გავიხსენებ ტალანტების შესახებ, ნახეთ იქ როგორ იყო. ვიღაცას 5 მონეტა მისცა ბატონმა, ვიღაცას 2, ვიღაცას 1. რომ არ მიეცა არაფერი, ეგეთი მსახური არ ჰყავდა მას. ყველას რაღაცა მისცა. ამიტომაც და იმ ტალანტებში სწორედ ნიჭები იგულისხმება ერთი გაგებით და ამას უნდა ჩაუნერგო, ის არის ნიჭიერი, რაღაცის ნიჭი აქვს, თუმცა ეს ჯერ მოსაძიებელი. რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისაგან. მოუწონეთ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა. ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება. და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან. შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს, რათა შეჯერებული პოზიციით დაიგეგმოს შემდეგი ნაბიჯები. დღევანდელი ჩვენი აი მშობლების ძირითადი საზრუნავი მაინც ხორციელს დასტრიალებს ხოლმე. ან თუნდაც სწავლის მიღებას, ცოდნის მიღებას. მაგრამ აქ საუბარია აღზრდაზე. არა რაღაცის შესწავლაზე, დაზეპირებაზე, არამედ აღზრდაზე. იმიტომ რომ განათლება ხო არ არის მხოლოდ ის, ვის აქვს ბევრი წიგნი წაკითხული. განათლება არის ის, ვინც ქრისტეს ნათლით არის განათლებული და იმის სწავლას გამოიყენებს საღვთო საქმეში, მოყვას ის საკეთილდღეო საქმეში. თორემ გაუნათლებელ და ნაკითხ და ნასწავლ ადამიანს ბევრი ბოროტების გაკეთებაც შეუძლია. შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს. სასურველია შემცოდებსაც გულწრფელი და ღრმა სინანული გააჩნდეს. ვისწავლოთ პირველ რიგში ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვრის მტვირთელობა, ვისწავლოთ ცხოვრება. ჯვრის მტვირთელობა, ნახეთ, აი ჩვენ თვითონს ვისაც აქვს ოჯახი, ხო ეს მისი ჯვარია თანამედროვეულად. ჯვარია, შენ ეს ჯვარი იტვით, შენ ამ ჯვრით უნდა გადარჩე. ის კი არა, მე ხა ეს აღარ მომწონს, ხა სხვა. ეს არის ჯვარი, რომელთაც ადამიანი უნდა გადარჩეს. უფალი ბრძანებს, ითხოვეთ და მოგეცემათ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ. ირეკდით და განგეღოს თქვენ. მას ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ. სიყვარულით თქვენთვის მლოცველი, აწ უკვე ზეციდან მლოცველი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მე ვფიქრობ, ეს ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან ბევრი მთქმელი სიტყვაა და მხოლოდ ერთი წაკითხვით კი არ უნდა შემოვიფარგლოთ ჩვენ, არამედ პერიოდულად ადამიანმა ამას უნდა გადახედოს და საკუთარ თავს კითხოს, რამდენად ვცდილობ აი ამ ყველაფრის შესრულებას, რაც პატრიარქმა მითხრა. და თუ არ ვცდილობ და მაინც მინდა რომ ბედნიერი ოჯახი მქონდეს, მაშინ ალბათ თავს იტყუებს ადამიანი. თუ ამას არ ვცდილობს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ნათქვამიდან. ერთმანეთს რომ ჩვენ ნელ-ნელა ეს გაგვეთვალისწინებინოს. ზოგი ოჯახი შეიძლება ითვალისწინებს კიდეც, ზოგ რაღაცას კიდევაც ასრულებს აქედან რაც არის და ასე ცხოვრობს. მაგრამ ახლა შეიძლება მაინც ჭირდებოდეს რაღაცა აქედან, რომ გაითვალისწინოს და. და კიდევ ის უნდა გავითვალისწინოთ, ახლა აქ არ წერია, შეიძლება ის უფრო შემდგომ თქვა პატრიარქმა, რომ მშობლებს თავი დაალოცინეთო და
ჩვენ თუ გვინდა რომ ჩვენი შვილი მოდიოდეს ჩვენთან და დალოცვას გთხოვდეს, უნდა სულ ცოტა უნდა ხედავდეს მაინც რომ ჩვენ მშობელთან მივდივართ და თავს ვალოცინებთ, ჩვენი მაგალითით ვაჩვენოთ ეს. ვისაც ყავს მშობელი თავის თავად ცხადია და აი ამას უნდა ხედავდეს, რომ ამითი ჩვენ უადვილებდეთ მათ, რომ ისიც მოვიდეს და თავი დაგალოცინოს. და პატრიარქი ამბობდა, რომ დაალოცინეთო თავიო და ხელზე ემთხვიერთო და უფალი დაგლოცავთ. ხო მარტივად გითხრა, მარტივი რამე გითხრა, მაგრამ მაინც ბერთულება და არ ვაკეთებთ. ეგეთი ამბებია. დაუნთო